ადამიანის გაუჩინარება ხელისუფლების მხრიდან უნდა ითვლებოდეს დანაკლისად. ხელისუფლებას ვთხოვთ დაგვეხმაროს. ამ მოთხოვნით 10 თვის წინ გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძის ახლობლები აჭარის პოლიციის სამმართველოს წინ აქციას მართავენ და სამმართველოს ხელმძღვანელთან დავით თამაძაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. დარეჯან დიასამიძის დედა ეჭვობს, რომ მისი შვილის გაუჩინარებასთან შესაძლოა პოლიციის მაღალ ჩინოსნებს ან მათ ახლობლებს ჰქონდეს კავშირი. ლამზირა მახარაძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის გაუჩინარების გამოძიება შესაძლოა პოლიციის ინტერესებში არ შედიოდეს. აქციის მონაწილეები სამმართველოს უფროსის მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში გზის გადაკეტვას აპირებენ. მე ვერსია რა თქმა უნდა თანდათან მებადება ისე რომ ხელისუფლების თავრობის პირი არის ჩემ შვილთან გაუჩინარებასთან დაკავშირებით ვინმე ისე დიდი ადამიანის ან შვილი ან თვითონ ის პიროვნება და იცავს ხელისუფლება. მეტი აზრი არანაირი კონკრეტულად პოლიციასთან მაქვს ეჭვი, რომ არის ვინმე შინაური ამ საქმესთან დაკავშირებული და პოლიცია ყველანაირ გზას, რა გზაზე მუშაობს და რა ვერსიები აქვთ თავისი, ამიტომ ჩვენ გვიფარავენ და გვიმალავენ.